ჩამოვედით, გვინდოდა გვეთამაშა სპექტაკლი, დაგვეხარებინა ზუგდიდელი მაყურებელი, მაგრამ გაწვინდა, იმიტომ რომ ღიაცის ქვეშ ვართ. აქ კიდე პირობები არ ყოფილა თეატრში ისეთი, რომ შევიდეთ და სპექტაკლი გავმართოთ. იქნებ როგორმე მიაქციოთ ყურადღება ერთ-ერთ უძველეს თეატრალურ კერას. ხაროთ იმის გამო, რომ ვინაიდან ჩვენ ღიაცის ქვეშ უნდა გვეთამაშა, არ გვიწევს იმ შენობაში თამაში, რომელსაც ზუგდიდის თეატრი ქვია. ძალიან მშვენიერი ქალაქია, ძალიან მოგწონს. ჩვენია და რაღაცა ყველაფერია თითქოს ესე ჩანს ქალაქში და მგონია ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებელია რომ თეატრიც იყოს ზუგდიდში. და ყველას ხოც რომ დავეხმაროთ ამ დიდი ტრადიციების მქონე ზუგდიდის თეატრს, სადაც ეს სულიერება იგრძნობა აი ამ ქალაქში, როცა ჩვენ ჩამოვედით. მიუხედავად იმისა, რომ ამინდია ესეთი, მაგრამ სურვილი იმის, რომ დაესწრონ ადამიანები სპექტაკლს, არის დიდი. ჩვენ ამას გრძნობთ ყოველ ნაბიჯზე და ყველა გვეუბნება, რომ აი სპექტაკლია და აი ველოდებით და რაღაცა, მაგრამ ტექნიკური მიზეზის გამო ეს სპექტაკლი დღეს არ ხდება. კარგი იქნებოდა, რა თქმა უნდა, რომ იყოს სივრცე, სადაც ჩვენ ამ წარმოდგენას გადავიტანდით და მე იმედი მაქვს, დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც ზუგდიდელებს უნდათ, როგორც თელ საქართველოს უნდა, თეატრალურ სამყაროს უნდა და ხელოვნება სჭირდება. იგი 2018 წელს ზუგდიდის თეატრს უსრულდება 150 წელიწად. მე და არა მარტო მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მინდა და ძალიან გვინდა ყველას, რომ ზუგდიდს აი ამ ულამაზეს ქალაქს ჰქონდეს თეატრი. ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ ზუგდიდის თეატრს. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ კი დავხო ჩემი ეს წინა სიტყვა და ჩემი მეგობრების გამოსვლა ზუგდიდის თეატრის წინსვლაში რაიმე წვლილი შეიტანს. იმედი მინდა ვიქონიო, რომ სულ მალე გადასწრება ეს პრობლემა და ალბათ საქართველოს ყველა თეატრის წარმომადგენლებს მოუწევს ზუგდიდის ახალ შენობაში უფრო გარემონტებულ, უფრო კარგ გარემო პირობებში სპექტაკლის თამაში.